გურიაში ურეკი-შრომა ნატანების 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. შრომაში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი სოფელია, ბოლო 60 წლის განმავლობაში ასფალტირებული გზა აღარ მოწყობილა. ამიტომ ახალ პროექტს ადგილობრივები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მშენებლობის დაწყებაში სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა და სოფლის ცენტრში 100 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის დაგებაში უშუალოდ ჩაერთო. ამის შემდეგ კი შრომაში თავმოყრილ ათასობით ადგილობრივს შეხვდა, რომლებიც ორი სოფლიდან შეიკრიბნენ. და მართლა ამ სოფლის სახელი ზუსტად ასახავს ასევე იმას, რასაც წარმოადგენთ თქვენ. არა მხოლოდ შრომელს, არამედ ჭკვიან, განსაკუთრებულ. შეიძლება ხშირად ბევრად დაუსახურებლად დაჩაგვროს, მაგრამ ძალიან განსაკუთრებულ ადამიანებს. და თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი გურის ინფრასტრუქტურას. აი ხა გზად რომ მოვდიოდი, მე ჩემ თავს მივეცი რამდენიმე დავალება. ერთი სკოლაა გასაკეთებელი, ძალიან მაგრა, იმიტომ რომ ეს ცნობილი და ძალიან მაგარი სკოლაა. მეორე ეს ადმინისტრაციული შენობა და კლუბები არის გასაკეთებელი კარგად. გზა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო გზა ყველაფერს ვერ წყვეტს, იმიტომ რომ მაგრამ გზას მოაქვს ეკონომიკური მოძრაობა, დასაქმება, განვითარება. ასე ხდება ყველაფერი. ყველაფერს უნდა მიიღო და ყველაფერს აქვს თავის რიგი. ხელი ჩვენ ყველას გვაქვს ორი. იმდენი საქმე იყო თავიდან, რომ რომლიდან დაგვეწყო, მეც არ ვიცოდი. ამიტომ რა თქმა უნდა, მთავარი არის დასაქმება. რა თქმა უნდა, ამიტომ არის ოზურგეთში ახლა ძალიან მაგარი გადამზადების კოლეჯი და ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველა ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. პირველივე ერთ თვეში 80% დამთავრებულების იღებს შოულობს საკმაოდ კარგად ანაზღაურებად სამსახურს. ესე იგი შესაძლებელია ეს. ესე გასაგებია ყველაფრის გაკეთება. ასევე ჩვენ ტექნიკა ბევრად მეტი მოგვაქვს სოფელში. მუშაობთ გასაღების ბაზრებზე. და მუშაობთ იმაზე, რომ თითოეულ ოჯახი იყოს დაცული და დაზღვეული. თქვენ იცით, რომ 100-ჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი იყო საქართველოს დაზღვეულთა რაოდენობა. ერთ-ერთი რასაც ვთხოვთ, რომ მოგცეთ საშუალება, რომ გავაგრძელოთ აღშენებლობა. გავაგრძელოთ იმ პირობების შექმნა, რომელთაც ხალხი დასახდება, გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, გავაგრძელოთ საქართველოს წინსვლა და აღარ დაუბრუნოთ საქართველოს წარსულში. ეს ყველაფერი ნამდვილად უკვე თქვენ ხელში. და გურიას ყავს ძალიან მაგარი ახალგაზრდობა, გურიას ყავს ასევე ყველა ასაკის ძალიან მაგარი გამოცდილი ხალხი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოცდილ ხალხს, ვისაც შეუძლია მუშაობა დასაქმდეს, ახალგაზრდობას პირველ რიგში გაუხსნეს საშუალება, რომ ისწავლონ, იმიტომ რომ სწავლისთვის არიან დაბადებულები, განსაკუთრებით ნიჭიერი არიან გურულები ამ საქმეში და შემდეგ ცხოვრებაში მიაღწიონ წარმატებას. ერთ-ერთი ადამიანი მგონი საქართველოში, ვისაც ჩემზე ნაკლები წინავს, ჩემზე ბევრად მეტი ენერგია აქვს, არაფერი ხელს არ უშლის, ბოლომდე მიმწოლია, ბოლომდე გამკეთებელია და მართლა ყველაფერს ბოლომდე მიუყვანია, მოუსვენარია, მოკლედ ერთ სიტყვით 100%-იანი გურულია. მე მინდა რამას მიცეთ საშუალება გააგრძელოს ამ საქმიანობა, თქვენი მხარდაჭერა ამის საწინდარი იქნება. და ჩვენ კიდე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც დავიწყეთ, აქ არასოდეს აღარ გაჩერდეთ. 50 წელი პრობლემა, რომელიც დღეს გვარდება და უგვარდება მოსახლეობას და შესაბამისად მეც აწუხებდა უამრავ ადამიანს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის გზა, რომლის მშენებლობას დღეს მთავრობა იწყებს, ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში 12000 კაცს გადაადგილების პრობლემას მოუგვარებს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 200 ადამიანი ამ მშენებლობაზე იმუშავებს მომდევნო 1 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სოფელ ნატანებში გადავიდა, სადაც პროექტ ღიმილიანი საქართველოს მიმდინარეობას გაეცნო. საპრეზიდენტო პროგრამა გურიაში უკვე რამდენიმე კვირა მიმდინარეობს. ქვეყნის პირველ პირთან ერთად ნატანებში რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც მივიდა. Visa,
საყვარელო ხალხი დიდი მადლობა შვილო რომ ამდენ რამეს საკეთებ. ჩვენ დავარი ეს გოგონები აქ რომელიც არიან მართლა. ამდენ რამეს საკეთებ. წარმოუდგენელი არის. მე 70 წლის ქალი ვარ, ამდენი არასოდეს არავის არ გაუგებია. ეში მინიმუმ მარტო ქირურგებს იღებს 60 პაციენტს. და მინიმუმ პაციენტზე ახორციელებს 3 ექსტრაქციას. ეს არის ფაქტობრივად ყველა რესურსი ამ ადამიანებს აცნობიერებს დებენ ამ პაციენტებს. 10 საათიდან 6 საათამდე მუშაობთ შეუსვენებლივ, რა თქმა უნდა, და საკმაოდ დიდი აქტიურად ალერგოლოგიც ყავს, როგორც იცით, რეანიმატოლოგიც ცალკე ყავს, მოგეხსენებათ, რომ მით უმეტეს ტემპერატურა მაღალია და ადამიანებს რაღაც გულია და ასე შემდეგ, რომ მობილურად იქნეს ყველაფერი გაწონასწორებული და შესაბამისად მკურნალობა იყოს. თავარია რაც მოხდება რომ ეხლა ამ სოფლებში ბევრგან არის კარგი სტომატოლოგია და რომ ხალხი რომ გაუჩნდება ჩვეო მე ბუნებრივად თვითონაც დაიწყება სიამოვნებით განვითარდება ჩვენს დავეხმარებით ადამიანს ეს თბილის პრობლემა რო აქვს მე როგორ ყვების პრობლემა აქვს თლიან ჯანმრთელობა ერგოვა სოციალური ჩვევები ერგოვა ღიმილი აღარ უხარია სამსახური სიარული აღარ უნდა საერთოდ მუშაობა გარეთ გამოსვლა უჭირს ბევრი სოციალური ფსიქოლოგია ინგრევა ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თან ხელმიუწვდომელია ყველაზე ნაკლებად ხალხსამსხურია თქვენთან უამრავი სხვა ფულია ხა როცა ადამიანს შვილები ყავს შვილები ვიღაცას ოჯახში აქვს მოსავლი ამაზე აღარ ფიქრობ ეხლა შეათურა ყველაფერი დასავლეთ საქართველოს მე აღმოსავლეთ საქართველოს ორი კიდე ავტობუსები დამატებით ჩამოდის და შევა 400 ადამიანი ყავს 800 სიტუაცია გაწეული და 400 ადამიანი უშუალოდ მათ